ნებისმიერი ასაკში თუ გინდა თმის გაჯანსაღება, თმის სწრაფი ზრდა და თმის წვენის შეჩერება. წითელი ხახვის წვენი მაგრად დაგეხმარება. წითელი ხახვის წვენი მეგობრებო, უფრო სწრაფად ზრდის თმა და ოტოიმუნური დაავადებისგან ბუდობრივი წვენა, მაგასიც აუცილებლად დაგეხმარება. რა არის ეგეთი წითელი ხახვის წვენში, რომ არის სასარგებლო წვენი სკალპებისთვის და თმებისთვის. იქ არის მეგობრებო გოგირდი. გოგირდი პირდაპირ კავშირში არ არის თმის წვენა, ანუ რატო უნდა შეჩერდე, მაგრამ გოგირდი ზრდის კერატინი, რითიც თმა არის გაკეთებული. კერატინი იგივე ერთი პროტეინია მეგობრებო, რომელიც ზრდის თმას და აჯანსაღებს წვენის სკალპებს. ანუ თმის ძირებს. ჯოგი ფიქრობს, ეხლა ხახვი თავში როგორ შეიძლება. ეს სუნი არ დარჩება თავში, მაგრამ არის სასწავლი ეფექტი ჩვენი თმებისთვის, სკალპებისთვის, psoriasisისთვის, პლუს ქერთლისთვისაც. კიდე არის quercetin-ი. ხახვის წვენში მეგობრებო, რომელიც სწრაფად ზრდის თმებს. ჩვენი თმის ძირებში არის ზრდის ჰორმონები, რომელიც თმას ზრდის სწრაფად და quercetin-ი, რომელიც არის წითელი ხახვის წვენში მეგობრებო, მაგრად დაგეხმარება იმ ზრდის ჰორმონების გაჯანსაღებაში, რომ სწრაფად გაიზარდო თმა და ბუდობრივი წვენა, ან ნებისმიერი თმის წვენა შეჩერდე ან შენელდე, რომ თქვენი თმები იყო ჯანსაღი. quercetin-ი მეგობრებო, საწინააღმდეგოა კიდე სოკოების, ნებისმიერი ადგილზე, თავში, ქერთლი, ნებისმიერი სოკოვანი დაავადება, მაგის საწინააღმდეგოა. თუ გააქვს ეგეთი დაავადება, თეთრი სკალპები ეკერტლება მაგისთვის ეს წვენი მაგრად დაგეხმარება. სხვაობა არის თეთრი ხახვის და წითელი ხახვის. დიახ მეგობრებო, ეს quercetin-ი არის წითელი ხახვში უფრო მეტი ვიდრე თეთრი ხახვში. ხახვი. ანუ წითელი ხახვი უნდა გამოიყენოთ თუ გაჩუქებთ თმის წვენა, არ ზრდება და ქერთლი და ეგეთი დაავადებები თუ როგორ უნდა გაამზადო მაგის წვენი. წითელი ხახვი დაჭერით, დააბლენდერე, და ბლენდერის მერე ეს მასა რო იქნება, მარლა. აუცილებლად ჭირდება მარლა, მარლაში ეს თლიანი მასა გააწურეთ და ეს წვენი მზად არის საბანაოს დროს. ანუ სველი უნდა იყოს ეს სკალპები, კარგად დაასველე, ეს წვენი კარგად დაამასაძეთ და დაახლოებით 2 საათი დატოვე სკალპებში და ძევიდან დააფარე. 2 საათი უნდა დატოვო და დაახლოებით 2 კვირაში 2 დღე. აუცილებლად უნდა გააკეთო, 3 დღე თუ გააკეთე, უფრო კარგი. აუცილებლად დააფარე და ნებისმიერი უსულფატო შამპუნით სკალპები კარგად დაიბანე. შეიძლება 2-ჯერ დაგჭირდეს სკალპების გარეცხვა, იმიტომ შეიძლება ეს სუნი დარჩე. შეიძლება კი არა სუნი ცოტა დარჩება, მაგრამ 2-ჯერ თუ კარგად დაიბანე, ეს სუნი აღარ იქნება. დაახლოებით 4 კვირის მერე თქვენ ნახავს, თქვენი სკალპები უფრო ჯანსაღია და ახალი თმები მოდის. ახალი თმა აუცილებლად გაზრდება. და თუ გინდა ეს შედეგი უფრო სწრაფი ნახო, აქ 4-5 წვეთი სუფთა როზმარინის ზეთიც დაამატე. როზმარინის ზეთი ზრდის სწრაფი სისხლის მოძრაობა სკალპებში და ორმაგივრდება წითელი ხახვის წვენში შეურიეთ როზმარინის ზეთის 4-დან 5 წვეთი. ორმაგივრდება მეგობრებო, გარანტირებულად ეს შედეგი. quercetin-ი რო არის მეგობრებო, ნიფტირება მაგაზე თაგვებში ჩაატარეს კვლევა, რომელიც თაგვებში გააკეთეთ quercetin-ის ნემსები, იმ თაგვების თმის ზრდა უფრო სწრაფად გაიზარდა და რომელში არ გააკეთე, იმას საერთოდ არ ქონდა 4 კვირაში თმის ზრდა. ეს კვლევა ჩატარებული. და თუ გაჩუქებთ მეგობრებო, თმის წვენა დიდი ხანია, ბევრი რამე ცადე, ეს პროცედურა აუცილებლად ცადე, პლუს როცა იწყება თმის წვენა, იქ არის მიზეზი. ყოველთვის ხონდე მეგობრებო, სტრესი იყო დაბალი, კვება ბალანსირებული, პლუს აუცილებლად არ დაგავიწყდე არადროს D ვიტამინი თამაშობს დიდი როლი. ყოველთვის გასინჯე D ვიტამინი,
მერე შეგიძლია 5000-დან 10000 დღეში 2-3 თვე მიიგოთ, თქვენი თმის ძვენა აუცილებლად შეჩერდება. სულიკავი, ჯანმრთელი და ბედნიერი, გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი, კარგად და ჯანმრთელად.